მე რაც მინდა აი ეს ორი თემა რაც საუცელად მინდა შევეხო, თუმცა მანამდე ესეთი რაღაცის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ესეთი ზუსტი შეფასებების გაკეთება ალბათ უფრო, როდესაც ბრალის წარდგენა მოხდება და მტკიცებულებების გაცნობა მოხდება, აი ამის შემდეგ უფრო უკეთ შეგვეძლება გარკვეული შეფასებების გაკეთება. თუმცა აი ეს ორი საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ერთი რომ იცოდნენ ქართულ ოცნებაში, მოდი ასე ვიტყვი, საგამოძიებო ორგანოებსაც ვეღარ უწოდებ ამას. ქართულ ოცნებაში იცოდნენ, ანუ როგორც თვითონ ამბობენ, რომ რაღაც დანაშაული მზადდებოდა და მათ უბრალოდ თვალი დახუჭეს ამას და მიიცეს ამ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა და მეორე მომენტი იყო, რომ რაღაც იარაღი ამოიღეს, რომელიც თითქოს გადატრიალებისთვის უნდა გამოიყენებინათ. ეხლა ნახეთ აქ რაში არის საქმე. მე პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ დაკავებულებში, რომლებსაც ორგანიზატორებად მოიხსენიებენ, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვერ ვუშვებ იმას, რომ თუნდაც პაატა ბურჭულაძე მაგალითად იყო იმაზე წამსვლელი, რომ იქ ქართველზე ხელი აეწია და ქართველი სისხლი დაღვრილი იყო. რა საპირებდნენ ისინი, მე ამაზე საუბარი ნამდვილად გამიჭირდება და რა გეგმა ჰქონდათ მათ კონკრეტულად, თუმცა ალბათ უფრო უკეთესი იქნება ისინი თუ ისაუბრებენ იმაზე მათ გეგმაში რა წავიდა ისე რომ აი საბოლოოდ ეს ყველაფერი მივიღეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში საუბარი უნდა გავაგრძელოთ იმით, ქართული ოცნების აი ეს ლოგიკა როგორც აწყეს, აი აქედან გამომდინარე დავინახოთ რეალურად სურათი, ხო? ჯერ პირველი გამოდეს აუდიო ჩანაწერი პაატა ბურჭულაძეს და ახალაიას შორის და როგორც აღმოჩნდა ეს ჩანაწერი მანიპულირებული იყო, ანუ და აღარ ცხოვრობთ ხალხო, ანუ რაღაცა მე-20 საუკუნეში, ანუ ამ საუკუნის დასაწყისში არ იმუშავა ამ ჩანაწერმა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაბრიკაცია, რომ დიდ მასაზე ეს იმუშავებდა, მაგრამ აღარ არის მართლაც ის დრო. მათ პროპაგანდაზეც ვერ იმუშავა, ან მართლა აღარ არის ის დრო, როცა ვერ ვარჩევს ტყუილს მართალისგან, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტი არ მხოლოდ ტყუილის შექმნაში გვეხმარება, არამედ ტყუილის გამოაშკარავებაში გვეხმარება. ამიტომ ეს ამის გაგება ნებისმიერ ჩვენგან ძალიან მარტივად შეგვიძლია. ერთი ეს უკვე გავიგეთ. ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე. კობახიძე გამოდის და ამბობს ასეთ რაღაც, რომ მათ იცოდნენ, რომ დანაშაული უნდა ჩადენილიყო, ყველანაირი მტკიცებულება ჰქონდათ. ახლა აი წარმოიდგინეთ მე რომ ვაპირებდი, აი ზუსტად იცოდნენ, ეხლა ტელეფონში რომ თქვა, რომ მივდივარ ვიღაცის მოსაკლავად. რას ვფიქრობთ, რომ პოლიცია, ან საგამოძიებო ორგანოები მე არ გამაჩერებენ, არ შემაჩერებენ, ანუ ვიღაც მოკლის შესაძლებლობას მომცემენ? ანუ რაზე ვსაუბრობთ? ანუ აქ უკვე სახელმწიფო მაშინ გამოდის ასეთი რაღაც, რომ ნორმალურ ქვეყანაში, სამართლებრივ სახელმწიფოში, ანუ აქ სასამართლოში სერიოზული სამართლებრივი შედეგები დაუდგებოდა ბრალდების მხარეს, როდესაც ამას პირდაპირ აღიარებენ. და მესამე, ამასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, თემა რაში არის, რომ ამოიღეს იარაღი და ანუ უბრალოდ ან მართლა კითხვა მიჩნდება, მეტს არაფერს არ ვიტყვი. ეს ხალხი ამბობს, რომ ეს ადამიანები აპირებდნენ ძალით ხელისუფლების დამხობას, არ ვიცი, იქ შევარდნენ ცარიელი ხელებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და არ ვიცი, სადღაც ჰქონდათ იარაღი გადამალული, ანუ ის იარაღი რა სჭირდებოდათ თუ ამ იარაღით დამხობას აპირებდნენ, ხო? ანუ კითხვა მიჩნდება, ანუ ელემენტარული ლოგიკური კითხვა, რომ მაშინ ის იარაღი რისთვის სჭირდებოდა და რატო იყო იქ სადაც იყო. თუ ამ იარაღით აპირებდნენ დამხობას, რა ვიცი, მაშინ ის იარაღი იქ რატო არ გამოიყენეს შიშველი ხელით, რატო შერბოდნენ, ხო ეს ადამიანები? მართლა კითხვა მიჩნდება და ეს მე მგონი ყველა საღადმოაზროვნე ადამიანს გაუჩნდა. ამიტომ აი ეს კითხვები უფრო ამ შეკერილ რაღაცა სცენარს გავს, ვიდრე რაღაცა ლოგიკურად აწყობილ кейს.